მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ალბათ არ ხდება არაფერი მოულოდნელი, იმიტომ რომ გუნდი, რომელიც უკვე 14 წელია არის ხელისუფლებაში, რომელმაც აბსოლუტურად ჩამოიშორა ყველა ის, ვინც შესაძლოა რაღაცა პროფესიონალურ ნიშანს ატარებდა. ფაქტია, რომ ასეთი გუნდი ძალიან გაღარიბდა ადამიანური რესურსისგან და ქართულ ოცნებას უწევს თანამდებობებზე ისეთი ადამიანების მოყვანა, ან პერიოდული როტაცია, განახლება ვერ ხდება გუნდის. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე ამდენი ნეგატივით არის დატვირთული და არა უბრალოდ ნეგატივით, ახლა ნეგატივით ხელისუფლებაში ყოფნის დროს იტვირთება ყველა პოლიტიკური ძალა მეტნაკლებად, მაგრამ აქ არის დატვირთვა ისეთი მძიმე ნაბიჯებით და მძიმე ფაქტებით, რომლებიც კონსტიტუციის დარღვევასთან, კანონის არაფრად ჩაგდებასთან, კრიმინალის წახალისებასთან, ძალადობის წახალისებასთან, დაპირისპირების, ასე ვთქვათ, გაღვივებასთან საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის და ქვეყნის ისტორიული კურსის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. არავის აღარ უნდა, ვინც კი რამეს წარმოადგენს, რომ ამ გუნდის ნაწილი გახდეს. ამიტომ შიგნით ხდება რაღაცა ესეთი გადაადგილებები, მაგრამ ჩვენ არა გულწრფელი წასვლები ვნახეთ ხო მუდმივად ამ გუნდის პირობებში, ზოგი ავად ხდება, ზოგი უცებ გადაწყვეტს, რომ დასვენება ჭირდება, ბრჭყალებში ვამბობ ცხადია ამას ყველაფერს, ზოგი ამბობს, რომ დიდი ხანია ეს გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ახლა გაცხადდა და ასე შემდგომ, მაგრამ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ამ წასვლა-გადადგომებს შორის, იმიტომ რომ ალბათ ის არის თანამდებობის პირი, რომელმაც ძალიან სწრაფი ტემპით მიიღო წოდებები, ხო ჩვენ გვახსოვს, რომ პრაქტიკულად ერთი დღის განმავლობაში ავიდა გენერალ-მაიორის წოდებამდე და ის არის თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნა ისე ხდება, რომ მისი თანამდებობა არ არსებობს. ერთხელაც ასე მოხდა, როდესაც ის კოორდინაციის მინისტრად დანიშნეს სახელმწიფო მინისტრად ძალოვანი უწყებების კოორდინაციის კუთხით და ახლაც დანიშნეს არ შექმნილი თანამდებობის პირად წინასწარ და სავარაუდოდ მომავალში შეიკრიბება პარლამენტი და შექმნიან ამ ახალ თანამდებობას მამუკა მდინარაძისთვის. ახლა ჩვენ ამ თემაზე ნაკლებად ვიდარდებდით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მამუკა მდინარაძე იქნება იქ თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, რეალობა და სისტემური პრობლემა არ იცვლება. სისტემის შიგნით არც არავის აქვს უნარი და არც არავინ არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვალოს და უკეთესობისკენ გამოსწორდეს. ეს ხალხი არის ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, რაც კიდე ის ვთქვათ, თოჯინები, პაიკები სათამაშო, რომლებსაც პერიოდულად გადაანაცვლებს, გადმოანაცვლებს, გადააწყობს, მერე საერთოდაც მოისვრის რაღაც სანაგვე ყუთში და ნაწილს ციხეშიც განამწესებს ხოლმე, გააჩნია რასთან გვაქვს საქმე. მდინარაძე ჭირდება, ანუ რაღაცა საფრთხე გასაშვებად ვევე. არა, მე მგონი, რომ ალბათ უბრალოდ ამდენი დაჭერების ფონზე და ამდენი რაღაც გუნდის შეკუმშვის ფონზე უბრალოდ პირობითად შეიძლება ითქვას, რომ დატოვეს გუნდში, თორემ ყველამ ვიცით, რომ მდინარაძეს კაბინეტიც კი არ ქონდა, ხო, სტაფიც კი არ ემსახურებოდა და კი ბატონო, ეხლაც იგივე მდგომარეობაში იქნება, მაგრამ თავისთავად როგორი ტრაგიკულია ის ამბავი, რომ თანამდებობის პირის გამო იქნება ჯერ ერთხელ და ერთი თვის თავზე უკვე მეორედ გარკვეული თანამდებობები, როგორ გვიმტკიცებდნენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო კოორდინაცია ძალოვანი უწყებების და ამ პოსტზე მდინარაძის არსებობა, ერთი თვის წინ ისევ კობახიძე გვიმტკიცებდა ამას და შუბლიც არ შეუხრია, ისე გვიმტკიცებს ახლა, რომ მას ახალი გამოწვევები აქვს უკვე რეგიონული კუთხით და ამ საქმეს უნდა მიმართოს. მე ვფიქრობ, ძალიან ცხადია უკვე ყველასთვის რა ტიპის მოვლენებთან გვაქვს საქმე და გუნდის შიგნითაც დარწმუნებული ვარ და ხმებიც არის ასეთი, რომ არის მოლოდინები გარკვეული ცვლილებებისა უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის. ძნელად ვინმე წარმოიდგენდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეელეოდა ლილუაშვილს, შეელეოდა გომელაურს, მაგრამ შეელია მათ და ალბათ კიდევ ბევრ ვინმეს შეელევა, იმიტომ რომ ის ეჭვებით და ხუშტურებით მართავს ქვეყანას.
მაგრამ იგივე ლილუაშვილის შემთხვევაში ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ აი რატომ მოხდა, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თვითონ მათმა უწყებამ ოფიციალურმა თქვა, რომ უშიშროების სამინისტრომ მფარველობდა დანაშაულებრივ კოლ-ცენტრებს. აღარ არის მინისტრი, მხოლოდ მინისტრი მფარველობდა ამ კოლ-ცენტრებს, იქ სხვა არავინ არ არსებობდა, რომელიც ამ ძალიან კრიმინალურ საქმეში იყო ჩართული, ეს ხომ წარმოუდგენელია, არა? ან როდესაც აღარ არის უკვე ეს მინისტრი და სხვა თანამდებობის პირი მოვიდა, ეს კოლ-ცენტრები გაქრა? აღარ არის, არავინ არ იყო ის, ვინც მართავდა ამ კოლ-ცენტრებს და მარტო ვინც მფარველობდა ის იყო დამნაშავე და ვინც მართავდა, ვინც შექმნა ეს კოლ-ცენტრები, ისინი არ არსებობდნენ და მათი დანაშაული არ არსებობს ამ საქმეში. ეს ხო აბსურდია. ანუ ეს დანაშაული გრძელდება და მფარველობა ვიღაცა სხვამ გადაიბარა. ვინ არის ეს ვიღაცა სხვა? უნდა დავსვათ თუ არა შეკითხვა და ეს ვიღაცა სხვა რა გარანტიებით არის აღჭურვილი, რომ აი ამდენი ასე ვთქვათ, ხმაურიანი საქმის მერე კვლავ აგრძელებს აი ამ შავი სალაროს შევსებას, ამ ყველაზე ბინძური და ყველაზე კრიმინალური ფულით და რომ ამაში ჩართულია სახელმწიფო უწყებები, რომ ამაში ჩართული არიან თანამდებობის პირები და რომ ჩვენ ვყალიბდებით მტაცებლურ სახელმწიფოდ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყველა მიცის კოლ-ცენტრები რა პრინციპებით მუშაობენ. კოლ-ცენტრები მუშაობენ ტყუილზე დაფუძნებული პრინციპით, როდესაც მოტყუებით, თაღლითობით უნდა გამოსტყუონ ადამიანებს ფული, ძირითადად პენსიონერებზე ხდება ეს და პლუს კიდე ერთი ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ ამ ბინძურ სისტემაში დასაქმებული ყავთ ძალიან კარგი მონაცემების ახალგაზრდები, რომლებსაც შეიძლება ითქვას მომავალს უსპობენ, რყვნიან ამ ახალგაზრდებს, აბსოლუტურად ღირებულებით სისტემას უნგრევენ და წარმოუდგენელია, რომ მერე ამ ხალხმა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და აი ეს სიმახინჯე აღიკვეთება ამ ქვეყანაში, რომ მათ ნორმალურად და კარგად იგრძნონ თავი, იმიტომ რომ მათ ძალიან მძიმე და ბინძური შავი სამუშაო შეასრულებინეს და ასრულებინებენ ამ წლების განმავლობაში. კი ბატონო, აი ქალბატონო ფიქრია, თქვენ საუბარი დაიწყეთ ქართულ ოცნებაში საკადრო კრიზისით რეალურად, რომ რაღაცა ერთი და იგივე ადამიანები ესე ვთქვათ, წრეზე ტრიალებენ ოღონდ სხვადასხვა უწყებებში. ფიქრობთ, რომ რაღაცნაირად ამის გამოძახილია ისიც, რომ შესაძლოა კობახიცის თავიდან მოშორებაც უნდოდეს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჯერ შემცვლელია ან არ ვიცი. ხო, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. იცი რატომ აი დინარაძე კობახიცისა ძალიან დაახლოებული ადამიანია, ხო და თუ დინარაძეს ნელ-ნელა აჩოჩებს, ხო, მე მგონი რომ ჩვენ ამაზე დიდი დრო არც უნდა დავხარჯოთ, იმიტომ რომ ამაზე მსჯელობით და ამაზე საუბრით, იმიტომ რომ ნახეთ ირაკლი, წინა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ ოჯახთან, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან იყო ძალიან დაახლოებული ადამიანი და ორგზის იყო პრემიერ-მინისტრი და კიდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი და მას შეელივნენ და გაუშვეს ციხეში. ახლა სხვა თემაა რა, როგორ წარიმართა ეს პროცესები და ასე შემდგომ, მაგრამ ეს ფაქტი შედგა ასეთი და მე არ მგონია, რომ ახლა თუ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ რუსეთიდან არ აყავს ვინმე საგანგებო მფარველი, რომ ასეთ შემთხვევაში შეინარჩუნოს. მას გააკეთებინებს ყველაზე მძიმე და ცუდ საქმეებს, უკვე ბევრი გააკეთებინა და თუ კი ვინმე შევა ისტორიაში. მაგას თქვენც უშვებთ, რომ შესაძლოა რაღაცნაირად კობახიძე იყოს ბიძინასგან დამოუკიდებელი ფიგურა რუსეთისთვის. არა, მე ზოგადად არსებობს ასეთი მოსაზრება. ბევრი ადამიანი გამოთქვამს ასეთ მოსაზრებას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ირაკლი კობახიძეც იგივენაირი პაიკია და თუნდაც დღეს გამოჩნდა, ახლა თქვენ თვითონ ამბობთ, რომ დინარაძე გუშინ, დინარაძე მისი გუნდის წევრია, მისი დაჯგუფების წევრია, მათ ერთი პერიოდი მიიღეს გარკვეული ძალაუფლება, შეავიწროვეს სხვა ჯგუფები, თითქოს და მაგიტომ ცდილობს, რომ რაღაცა. ხო, მაგრამ ის ხო დავალებას ასრულებს, მას რომ შეეძლოს დამოუკიდებელი მოქმედება, იქნებდა მოახერხებდა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი კადრი, მაგრამ ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ამ ქვეყანაში ერთადერთი პერსონა არის, რომელიც ფლობს ძალაუფლებას და დანარჩენი ყველა არის მისი მონა, მისი ქვეშევრდომი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და უკვე მისი ოჯახი, რომელიც ნელ-ნელა ჩნდება ამ მმართველობის სისტემაში.
არაფორმალურ მმართველობას გულისხმობს. კი ბატონო. და კაპიტო ფიქრია, კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა ვისაუბროთ, ეს არის ბოლო პერიოდში სხვადასხვა პარტიები, მათ შორის ალიანს გულისხმობ, იგივე ჯერ საქართველოს აქტიურად საუბრობენ, რომ უნდა დაიწყოს რაღაცა, ესე ვთქვათ, ეროვნული კამპანია ახალი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. თქვენც გაიგებდით ამ თემაზე, ალბათ მოისმენდით განცხადებებს. თქვენი პოლიტიკური პარტიის პოზიცია პრინციპში არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილია, თუმცა როგორ უყურებთ აი ამ კამპანიის პერსპექტივას, აი ამ სამართლიანი არჩევნების რაღაცნაირად კამპანიის პერსპექტივას, მათ შორის მოდი ესე დავსვამდი კითხვას იმ პარტიების მხრიდან, რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს არჩევნების ბოიკოტის კამპანიაში, ესე ვთქვათ, და ის პირობები, რომელზეც ისინი საუბრობენ, როგორ პირობებში უნდათ რომ ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან რთულად მისაღწევია, ფაქტობრივად არც იდეალურ არჩევნებს უახლოვდება, თუ არ ჩავთვლით ემიგრანტების ნაწილს, რომელიც არ ვიცი, შეიძლება ესე ვთქვათ, რაღაცნაირად უფრო მიღწევადად გამოიყურებოდეს. რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით? ხო, მე ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს სრულიად ჩამოყალიბებული და განსხვავებული პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ 2024 წლის მერე, როდესაც არჩევნების თემა იყო აქტუალური და მერე შედგა ბოიკოტი, შედგა არალეგიტიმაცია ამ ხელისუფლებისა, გახსოვთ, რომ მთავარი მოთხოვნა იყო ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ვადამდელი არჩევნების თემა ამ წუთშიც დგას დღის წესრიგში, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკურ დღის წესრიგში აშკარად გაჩნდა ვიღაცებთან მოლოდინები, რომ შეიძლება ხელისუფლებას თავად უნდოდეს გარკვეულწილად პოლიტიკური ველის მოსუფთავება, როდესაც პოლიტიკურ პარტიებზე აკრძალვაზე და ლიდერების დაპატიმრებაზეა საუბარი, მოსუფთავება და ისე არჩევნების ჩატარება. ასეთ ვითარებაში ცოტა უკვე აბსურდულად გამოიყურება ის, რასაც თქვენ ამბობთ, სწორედ რომ რაღაცა პირობების დაყენება სრულიად უნიკალურ თამაშის წესებზე. სამწუხაროდ მე ძალიან დიდი ხანია სხვადასხვა ხელისუფლების დროს ვარ ამ პროცესში, უკეთესი არჩევნების მოთხოვნის პროცესი, რასაც ქვია და იშვიათად მიგვიღწევია ამისთვის. არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს მომხდარა ეს, არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს და არც ივანიშვილის ხელისუფლების დროს. რაღაცას რომ მივახციეთ პროპორციული არჩევნები, შეიძლება ითქვას, ამას დასჭირდა ლამის 2 ათეული წელი სხვადასხვა ჩართულობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბეიკერის, იგივე საარჩევნო კომისიის ფორმულაზე თავები გვიხლია ერთმანეთისთვის, რომ მეტნაკლებად სამართლიანი ყოფილიყო, მაგრამ ყველა ხელისუფლება უმრავლესობას იტოვებდა ამ კომისიაში. ასე რომ მე დღეს და ჩვენს გუნდს უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია, რომ ცოტა აი ამ შექმნილი პოლიტიკური ველიდან და მოჯადოებული წრიდან ცოტა გავიდეთ და ამომრჩევლებს დაველაპარაკოთ. იმიტომ რომ ამომრჩეველი უკვე აბსოლუტურად სხვაგან გრძნობს თავს, ის აღარ თვლის, რომ მისი პროცესი მიდის გარდა პოლიტიკური პატიმრების თემისა, იმიტომ რომ ადამიანები ნამდვილად განიცდიან ამას, ნამდვილად მძიმეა ეს და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით დღეს ვეფხია კასრაძის დაბადების დღეა და ანდრო ჭიჭინაძის დაბადების დღეა. ვეფხია ჩემი თანაგუნდელია, დიდი სიყვარულით მინდა მოვიკითხო და მიულოცო დაბადების დღე. ანდროს მე არ ვიცნობ, სიამოვნებით გავიცნობ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება ეს და ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ეს ახალგაზრდა კაცი, იმიტომ რომ აი რაღაცა ღირსებას ასხივებს და ძალიან დიდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის, ბევრი ადამიანისთვის და თავისუფლება ყველა პატიმარს, რომელიც უსამართლოდ არის დაპატიმრებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ეს თემა ბევრ ადამიანს ეხება გულზე, მაგრამ დანარჩენი, რასაც პოლიტიკოსები ყოველდღიურად პრაქტიკულად ლაპარაკობთ ტელევიზიებით და ლაპარაკობენ ტელევიზიით, გაერთიანება, კოორდინაცია, საარჩევნო ცვლილებები, ეს ყველაფერი თითქოს მათ აღარ ეხება, იმიტომ რომ ჩვენ ამომრჩევლის პრობლემებზე ვეღარ ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ მდინარაძეს რა მიზნით დანიშნეს ან გაათავისუფლეს, კობახიძეს მოხსნიან თუ არ მოხსნიან და ამ დროს ადამიანები საქართველოს
საქართველოში, რეგიონებში, განსაკუთრებით და ქალაქებშიც, დიდ ქალაქებში დარჩენილი არიან საკუთარ პრობლემებთან მარტო. ისინი თუ ადრე რაღაცა შესაძლებლობები იყო, რომ აი ამ პრობლემების მოგვარება მომხდარიყო, უგზოობის იყო, უწყლობის იყო, უდენობის იყო, სკოლის არ ქონის იყო, სკოლა, ბაღი კოდება საერთოდ რეგიონებში, უდიდეს სოფლებშიც კი და კაცი პატრონი არ არის. რეაბილიტაცია მიმდინარეობს წლობით, სკოლებისა და ბავშვები წლობით დადიან ძალიან დაშორებულ სოფლებში. ახლა მოდის უკვე ახალი სასწავლო წელი და უფრო აქტუალური გახდა ეს თემა. იგივე სასკოლო ფორმების თემა იქნება თუ ამ ბავშვების გადაადგილებების თემა იქნება თუ სახელმძღვანელოების თემა, რომელსაც ჩვენ ვნახავთ და მე ძიმე მოლოდინი მაქვს ძალიან, რომ იმ სახელმძღვანელოებში ის რაღაცა გამოშიგნული, ურაპატრიოტული თემები იქნება წამოსული და საერთოდ არ იქნება რეალური, მართლაც ჭეშმარიტი და ნამდვილი ლიტერატურა და ნამდვილი ისტორია და ნამდვილი, რა ვიცი მე, ქიმია და ბიოლოგია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ ვხედავთ რა მიმართულებით მიდის ეს ქვეყანა და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ძალები პირველ ყოვლისა უნდა ელაპარაკებოდნენ საზოგადოებას, იმიტომ რომ ხვალ უცებ ხელისუფლებამ რო დანიშნოს არჩევნები, არჩევნებში ვიღაც ხო უნდა მოვიდეს და ხმა მოგწეს. ამიტომ ეს არის უპირველესი, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ არავის გარანტირებული არ გვაქვს, რომ 2024 წელს რომ ხმა მოგწეს, ის ხმები მოგყვება დღემდე. ამ ხმებს აუცილებლად ჭირდება განმტკიცება, მიმატება, უფრო მეტი ნდობის გაჩენა და ამავდროულად ჭირდება მუშაობა იმ ამომრჩეველზე, რომელიც ქართულ ოცნებას აძლევდა წინა პერიოდში ხმა, იმიტომ რომ ამ მომრჩევლის გარეშე ჩვენ გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ და ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, რომ აი წამლეკავი უმრავლესობა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაჯობოთ. სხვა შემთხვევაში დაშინებით, ამნაირი თუ იმნაირი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ახლა ხელისუფლებებს ახასიათებთ და ისინი აგერ ზონდერ ჯგუფებსაც ქმნიან ხომ პარალელურად ამ ყველაფრისა. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ხმების რაოდენობა მიიღონ და ჩვენი ხმების რაოდენობაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს ურთიერთობაზე უპირველეს ყოვლისა ამ მომრჩეველთან. მერე მოდის ყველაფერი სხვა.